დღეს 2026 წლის 2 აპრილია. მე საზაადეიშვილი ვარ და ეს საკალათბურთო 48 წუთის პირველი პოდკასტია. გამარჯობათ. მიგვიხდით ალბათ რომ ამ პოდკასტში კალათბურთზე ვისაუბრებთ. საკალათბურთო ისტორიები, საკალათბურთო ეპოპეები, მატჩები და დღეს გადის პირველი პოდკასტი. გეგმაში გვაქვს რომ დღეიდან ყოველ ორ კვირაში ჩვენს YouTube არხზე თითო პოდკასტს მოგაწვდით. დღეს წარმოდგენილი ვართ ამ პოდკასტის წამყვანები და სტუდიაში 3 ადამიანი ვართ წარმოდგენილი. მომდევნო პოდკასტიდან ჩვენი რაოდენობა გაიზრდება, ბიჭები ფლანგებზე გადაინაცვლებენ და ჩემს გვერდით ადგილს სტუმარი დაიკავებს და ყოველი მომდევნო პოდკასტი იქნება სტუმართან ერთად. ჩვენ ახლა დღევანდელ პირველ გადაცემაში, პირველ პოდკასტში ჩვენს გაგეცნობით ჩვენს პიროვნებებს წარმოგიდგენთ. ჩვენს მიზნებზე ვისაუბრებთ. ჩვენი პოდკასტის ფორმატზე ვისაუბრებთ. ყველაფერი კალათბურთზე და კალათბურთის ირგვლივ იქნება. შეიძლება ზოგჯერ სიტყვა გაიქცეს და რაღაც ინტერმეცოც ამოტივტივდეს სხვა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ კალათბურთიდან შორს და დიდი ხნით არ წავალთ. ყოველთვის კალათბურთის ბურთთან და კალათბურთის თემებთან ვიტრიალებთ. როგორც გითხარით, მე ზაზაადეიშვილი ვარ. ასაკითაც პატარა არ გახლავართ, სიჭარმაგეში ვარ უკვე 60 წლის გავხდები გაისად. რაც ცნობიერება მაქვს, ჩემი სიყვარული, ჩემი ინტერესი სპორტთან, ბურთთან, ბურთიან თამაშებთან და განსაკუთრებით კალათბურთთან ტრიალებს. თუმცა ცხოვრების გზა, ასე ვთქვათ, სხვა მიმართულებით წავიდა, ჩემი განათლება, ეკონომიკური განათლება მაქვს მიღებული, ეკონომისტი ვარ. შემდგომში პოლიტიკის მეცნიერებებით დავკავდი, დავინტერესდი. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, მაგრამ ბურთის და კალათბურთის სიყვარული დღემდე მომსდევს. და ერთ მშვენიერ დღეს, ეს მშვენიერი დღე იყო 3-4 თვის წინ, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ არ გინდა როდესმე შენი ბავშვობის და მთელი ცხოვრების ოცნება აისრულო, რომ სპორტზე, კალათბურთზე ისაუბრო, იმსჯელო და ეს გააკეთო ისე, რომ გისმინოს დიდმა აუდიტორიამ, კალათბურთის მოყვარულების მრავალათასიანმა გუნდმა. რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩემთვის მისაღები იყო. მინდა გითხრათ, რომ ალბათ მარტო ვერ გავბედავდი, ეს გამაბედვინა და ამის ყველაზე დიდი мотиваციაც მომცა და იმედიც მომცა, რომ ეს საქმე გამოგვივიდო და აი მორმა ახალგაზრდამ, რომელიც ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ არის წარმოდგენილი, ჩემი შვილი გიორგი ადეიშვილი და ჩემი მეგობრის შვილი საბა შუბლაძე, რომლებიც ორივე კალათბურთელები იყვნენ ბავშვობის და სიჭაბუკის ასაკში, სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში, ნაკრებებში, სტუდენტურ ლიგებში და მინდა გითხრათ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ნაგულშემატკივრები და ძალიან იჭერები იყვნენ და იმედის მომცემი კალათბურთელები. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ მოედანზე საკალათბურთე სკილებზე მეტი გიორგისაც და საბასაც კალათბურთის ცოდნა და ანალიტიკური უნარები გააჩნიათ და ეს რომ ასეა, თქვენ დღესაც და მომდევნო გადაცემებშიც დარწმუნდებით. ეს იმიტომ თქვი, რომ საკუთარ თავზე ალბათ ლაპარაკი და რაღაც ის გაუჭირდებათ საკუთარი
თავის დახასიათება, თუმცა ბიჭები თვითონაც წარმოგიდგებიან, გეტყვიან, ჩაგვერთვებიან ახლა თუ როგორი ფორმატის გადაცემები გვექნება და როგორ გაგრძელდება, ასე ვთქვათ, ჩვენი პოდკასტი. გამარჯობა ჩვენ YouTube მაყურებლებო, კალალბურთის მოყვარულებო და მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც მომავალში დაინტერესდება ამ სპორტით და შეუყვარდება, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად განსაკუთრებული სპორტი და ჩვენ სამნისთვის არა მხოლოდ სპორტი, არამედ ცხოვრების ნაწილი ნამდვილად. როგორც ზაზამ აღნიშნა, უფრო დაბალ ასაკში თინეიჯერობისას კალალბურთს ვთამაშობდით. დიდი ენთუზიაზმით, შემდეგ მწვრთნელათაც ვმუშაობდი, გარკვეული ეტაპი ჩემი ცხოვრების, ბავშვებთან ვმუშაობდი, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი კალალბურთისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და ცოდნაც ალბათ. და სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ პოდკასტი, უფრო გადაცემა პოდკასტის მიქსი, ასე ვთქვათ, და გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა, ჩვენი ხედვები კალალბურთის შესახებ, ვისაუბროთ სხვადასხვა მატჩებზე, ისტორიაზე კალალბურთის, საინტერესო თემებზე და თქვენი ჩართულობით, რა თქმა უნდა, უფრო პოპულარული გავხადოთ საქართველოში ეს სპორტი. რა თქმა უნდა, კალალბურთის პოპულარობა არ აკლია, მაგრამ რატომღაც ქართულ YouTube და ტელესივრცეში ამ ბოლო დროს ცოტა ასე ვთქვათ, მცირეა. იმ დოზით არ არის წარმოუდგენელი. რა დოზითაც სინამდვილეში ქართულ გულშემატკივრას კალალბურთი აინტერესებს და უყვარს. ამიტომაც გვინდა რომ ეს რაღაც არასასიამოვნო დუმილი დავარღვიოთ ჩვენ და გავჭრათ ეს ლენტი და ასე ვთქვათ, მე არ მეგულება YouTube სივრცეში კონკრეტულად კალალბურთზე პოდკასტი, გადაცემა და ჩვენ გვინდა რომ ეს სტატუსკო დავარღვიოთ და გავაკეთოთ საინტერესო პოდკასტები თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით და დამნიშნელოვანია თუ რა თქმა უნდა გამოიწერთ ჩვენს არხს, დააკომენტარებთ, თქვენს არხსაც დააფიქსირებთ ამ თემებზე, რომელზეც გესაუბრებით და თქვენთან ერთად მოდი უფრო პოპულარული და საინტერესო გავხადოთ ეს სპორტი. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ცოტა ორ სიტყვას მაგაზეც გეტყვით, ჩვენ გვექნება სხვადასხვა რუბრიკები, მოკლედ პირველ რიგში რა თქმა უნდა ქართულ კალალბურთზე გვექნება, ქართულ კალალბურთს დავუთმობთ დროს, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატს, რასაც ყველაზე მეტად აკლია პოპულარიზაცია ნამდვილად, საუბარი და გაშუქება და ჩვენ ვეცდებით რომ ამოვკაჩოთ ამ ამბავში. რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების პრიორიტეტული იქნება და როცა სანაკრებო მატჩები გვექნება, ჩვენ აუცილებლად დეტალურად განვიხილავთ მატჩებს და ანალიზს შემოგთავაზებთ ჩვენი ცეულს და შემდეგ რა თქმა უნდა გადავალთ ზეპურ უფრო პოპულარულ და ყურებად კალალბურთზე, რაც არის ევროლიგა, ევროპული კალალბურთი და რა თქმა უნდა ამერიკული კალალბურთი, ეს მოიცავს NCAA-ს, ანუ კოლეჯურ კალალბურთს და NBA-ს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დოზი დავუთმობ დროს, იმიტომ რომ ჩემი აზრით თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ყველაზე საინტერესო ყურებადი და ასე ვთქვათ, სასიამოვნო არის NBA. ამიტომაც ჩვენი ყველაზე დიდი დრო NBA-ს დაეთმობა. მოგესალმებით, მე ვარ საბაში უბლაძე, გიორგის მსგავსად ბავშვობიდან თამაშობდი კალალბურთს, დიდი ხანი დიდი დოზი დავუთმე კალალბურთს და სიყვარული არ განმეორებია პირიქით, რაც რო გადის უფრო და უფრო უახლოვდი კალალბურთს და სპორტს არ ჩამოვშორდი, რა თქმა უნდა და სპორტული ჟურნალისტი ვარ დამწყები. შევიკრიბე კალალბურთით მოწამულ ადამიანებთან ერთად და შევეცდებით რომ ერთად საინტერესო გარემო შევქმნათ, საინტერესო გადაცემა გავაკეთოთ და ვისაუბროთ კალალბურთზე და საინტერესო სტუმრებთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვიცვათ მთლიანი კალალბურთი, როგორც სუპერლიგა ქართული, საქართველოს ნაკრები, ევროლიგა, NCAA და NBA. მადლობა. ხო და ერთი რაღაც დავამატოთ, ანუ კიდევ გვექნება საინტერესო, დამავიწყდა ძალიან საინტერესო რუბრიკა, რომელიც იქნება ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ტალანტი კალალბურთელების შესახებ და ჩვენ არა დღეს, არამედ შემდეგ გადაცემებში ვეცდებით, რომ რამდენიმე წუთი დავუთმოთ ყოველ გადაცემაში, ასე ვთქვათ, აღმოვაჩინოთ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა კალალბურთელი და გავაშუქოთ, ასე ვთქვათ, მისი ჰაილაითები, მის შესახებ გითხრათ ინფორმაცია და დავეხმაროთ ახალგაზრდა მომავალ კალალბურთელებს, რომ თავიანთი თავი გააცნონ, ასე ვთქვათ, ქართველ გულშემატკივარს. ეს იქნება ძალიან საინტერესო ჩემთვის განსაკუთრებით ძალიან საინტერესო რუბრიკა, რადგან ბავშვებთან ვმუშაობდი და ეს ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი საქმიანობა არის და სფერო. ხო, ალბათ რაღაც კითხვაც გაგიჩნდებათ, რატომ 48 წუთი
ეხლა კალათბურთის მოყვარულებს ვიცი რომ არ გაგიჩნდება ეს კითხვა, მაგრამ ესე რომ წაკრავს თვალს შეიძლება დაიბადოს კითხვა და ნუ ამ კითხვის პასუხი არის ის რომ აი როგორც ესე იგი რიცხვი თქვა 64 ასოცირდება ჭადრაკის დაფაზე უჯრების რაოდენობასთან რიცხვი 12 ასოცირდება ქრისტეს მოციქულების რაოდენობასთან და ამას დიდი ცოდნა არ უნდა და ვთქვათ 300 რიცხვი ასოცირდება სპარტელების და არაგველების რაოდენობასთან 48 წუთიც ეს რიცხვი მაგიური რიცხვი ასოცირდება კალათბურთთან და გიორგი მიხმარა სიტყვა ზეპური რაგბისტებს მოუპარეთ ეს სიტყვა ჩვენ რაგბის სპორტულ ჟურნალისტებს აი ზეპური კალათბურთი არის მართლაც NBA-ის კალათბურთია აი ყველაზე მაღალი დონის და მაღალი ხარისხის კალათბურთი და სწორედ აი იმ კალათბურთის წუთობრივი ქრონომეტრაჟი, აი ძირითადი დროის წუთობრივი ქრონომეტრაჟი არის 48 წუთი და აი ეს ავიღეთ, თავიდან მქონდა ამაზე პატარა ისა რა ქვია დებატივით და შევთანხმდით ძალიან მალე და ძალიან ერთხმად რომ გადაცემისთვის დაგვერქვა 48 წუთი. ეხლა შევუდგეთ, დავიწყოთ საიდან გიორგი საბა კაი 125 წლის კლასიკიდან დავიწყოთ დათავიდან. ხო, კაი 125 წლის წინ იქეთ ატლანტიკის გაღმა ამერიკაში მაგათი სპორტია ეს კალათბურთი და მე გავრცელდა თელ მსოფლიოში და მასაჩუსეტის შტატის სპრინგფილდის კოლეჯში და ეს შტატი რო ძალიან სპორტული და სპორტულთან განსაკუთრებით საკალათბურთოა საბა დამეთანხმება ეგ ბოსტონ სელტიქსის ფანია ყველაზე ტიტულოვანი ესე ვთქვათ საკალათბურთო ფრენჩაიზი დედამიწის ზურგზე ხო აი პირობითად სულაც არ არის პირობითი და სიმბოლურიცაა რომ მაგ შტატში ბოსტონიდან არც ისე შორს სპრინგფილდის კოლეჯში დაიბადა პირველად კალათბურთი და დაიბადა სრულიად შემთხვევით იქ ამერიკული ფეხბურთის მაშინდელი სახეობით დაკავებული სტუდენტები დეკემბრის ესე ვთქვათ სუსხიან დღეს აბუზულები რაღაცას ვარჯიშობდნენ კოლეჯის ღია სპორტულ მოედანზე ეზოში და ამის მაცქერალმა ანატომიის პროფესორმა ლექტორმა და შეთავსებით ფიზკულტურის ესე ვთქვათ მასწავლებელმა კოუჩმა ჯეიმს ნეისმიტმა დაუძახა მოიხმო ეს სტუდენტები შეიყვანა სპორტულ დარბაზში სადაც ტანმოვარჯიშეები და ესენი იქცევდნენ თავს უფრო დარბაზის დათფუნებული ხალხი და შესთავაზა ესეთ თამაში ყუთი ჩამოკიდა კედელზე ხილის ყუთი როგორც ლიტერატურაში მითითებულია ატმის მუყაოს კალათები და აქედან დარჩა სიტყვა კალათიც რატო რგოლბურთი არ ქვია ეხლა რგოლია ხო აი კალათიც ალბათ აი მაგის ასოციაციაა და მაქედან მოყვება დაკიდა ეს მუყაოს კალათი და სტუდენტებს უთხრა აი ვინ ჩააგდებდა ვინ უფრო მეტ ბურთს ჩააგდებდა და ახლა ჯერ ერთი კალათი დაკიდა და ეს ზედახურა რომ მოეწყო მე მოიფიქრა რომ მოპირდაპირ კედლებზე დაკიდა კალათები და ერთმანეთში აჯიბრა კაი ხანს კალათს ძირი ჰქონდა და ბურთი რო ჩავარდებოდა კიბე მოქონდა დარაჯი ყავდათ შეთავსებით და კიბე მოქონდა დარაჯი ადიოდა გადმოუგდებდა ბურთს და ხაი მიდიოდა რა თამაში ესე 2 თერც მოიგებდა ერთი გუნდი ან რაღაცა 3-2 უკვე ძალიან ისეთი შემტევი კალათბურთი ხო კროპლი შოტი იყო და შემტევი და ის ფერიული კალათბურთი და მე დარაჯი იყო ეთყობა ძალიან ისეთი სხარდიაზროვნების კაცი და ფსკერი გამოუგდოთ ხო და ეს ფსკერი გაუხსნეს ამ კალათს მე უკვე წავიდა მის მოდიფიკაცია
გაკეთდა რკინის რგოლი, რკინის ჯაჭვით. პირველად აიღო ნეისმიტმა და როცა უკვე ამან სპორტული სახეობის რაღაც ის მიიღო ფორმა და სახე, ფურცელზე ჩამოწერა წესები. არ მახსოვს, ზუსტად გონი 13 წესი თუ რაღაც, რომელიც აი ეს ფურცელი ისე შენახული იყო და 2005 წელს გაიყიდა რამდენიმე 10 მილიონ დოლარად რა ეს ფურცელი. პირველად 9-9-ზე თამაშობდნენ კალათბურთს, მაგრამ ეს ახლა დარბაზის სპორტი და დარბაზი მის სხვათა შორის ფარის სიმაღლე, აი პირველადი ატმის ბუყავოს კალათა რომ მიაჭედა 3-0-5-ზე ნეისმიტმა ეს არ შეცვლილა. თორემ წესები, რაოდენობა, ზომები და ეს თითქმის იცვლებოდა სანამ დღევანდელ სახეს მიიღებდა, ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა, აი ეს კალათის სიმაღლე დარჩა. აი ბურთი ხშირად კალათი რომ იყო, ბურთი ხშირად მაყურებელთან ვარდებოდა, მაყურებელი ბურთს აიღებდა და თვითონ უნდა მე კალათში ჩაგდება, ჩამოვიდოდა გვერდიდან ისვრიდა და მაშინ გაჩნდა ფარის გაკეთების ისა რა ქვია. იდეა რომ გაკეთებულიყო ფარი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს, ესე ვთქვათ, კალათბურთში. ნუ მე შეამცირეს 18 კაცის პატარა მოედანზე ძალიან ზედახორა იყო, ეგრევე შემცირდა ხუთუთი კალათბურთელი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. პირველად ფეხბურთის ბურთით ითამაშეს, მაგრამ ფეხბურთის ბურთი არ იყო ძალიან კომფორტული დრიბლინგისთვის, ატარებლად, არც სროლისთვის და სპეციალური ბურთი შექმნეს კალათბურთისთვის ძალიან მალე. აი 1891 წელს გამოიგონეს შექმნეს ეს თამაში და სულ რამდენიმე წელიწადში ზუსტად აი ამ ფირმას Spaldings შეუკვეთეს ასე ვთქვათ ბურთების მოდელი, რაოდენობა და იმის შემდეგ Spalding-თან ერთად ათობით სხვადასხვა სპორტული ფირმა ამზადებს საკალათბურთო ბურთებს. Spalding-ი მაშინ ყოფილა მოტოციკლეტების მწარმოებელი კომპანია და მოტოციკლეტები მიაგდო მე ჩემო ბატონო და როგორც ვიცი ხო ეხლა დრო თავისას შვება კონკურენციაც დასაკვირველია და უკეთესი ხარისხის ასე ამუნიციაც, ინვენტარიც, ბურთებიც კონკურენტის გამოუჩნდა ჩემო ბატონო საუკუნეზე მეტით ასე ვთქვათ დომინანტ ფირმას. შემდეგ კოლეჯებიდან გამოვიდა ეს სპორტის სახეობა და ამერიკის კონტინენტიდანაც ევროპა როგორც ყველაზე სპორტული კონტინენტი ევროპამ აიტაცა კალათბურთი და კალათბურთის გარეშე არ დარჩენილა საქართველოც. საქართველო მაგ დროს ასე ვთქვათ იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მოგეხსენებათ, ეხლა თუ არ ჩავთვლით ჩვენს ტრადიციულ ისტორიულ ქართულ ჭიდაობას და ცხენოსნობის სახეობებს, დოღი, მარულა, ისინდი, ყაბახი, დანარჩენი სპორტის სახეობები საბჭოთა პერიოდშია ჩვენთან შემოსული, საუბარია ბურთიან სახეობებზე თუ სხვა ოლიმპიურ და ესე ვთქვათ, ძალისმიერ და ორთაბრძოლების სახეობებზეც. და მათ შორის კალათბურთიც საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა 10-ან 20-ან წლებში უკვე თამაშობდნენ კალათბურთს. ომის შემდეგ ისე სხვათა შორის ჩვენ ალბათ მე მინდა რომ სტუმარი როცა იქნება ჩვენთან ეს თემები მერე გავშალოთ, მაგრამ ერთს თავიდანვე ვიტყვი. ნუ არის გავრცელებული აზრი და ამას პრინციპში ვერც გავაბათილებთ, რომ ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული სახეობა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ძნელია ამას არ დაეთანხმო. და არის მეორე, ესე ვთქვათ, რაგბი ჩვენი თამაშია, ქართველების თამაშია და მართლა კარგად გამოგვდის და ჩვენ აგვინც ვართ წარმოდგენილი ორივე სახეობის დიდი გულშემატკივრები ვართ.
მაგრამ მე უფრო მომდევნო გადაცემებში უკვე დეტალურად სახელებით, გვარებით, რაოდენობით, ტიტულებით ჩამოგითვლით კალათბურთი საქართველოში რამდენად წარმატებულია და ქართული კალათბურთის მიღწევებს არ ეწყინება არავის და ვერც ქართული ფეხბურთის მიღწევები გაუტოლდება და შეეჯიბრება ვერც გუნდურ, ვერც სანაკრებო, ვერც პიროვნულ, ესე ვთქვათ, ჭრილებში და ვერც ქართული რაგბის და ეხლა კიდე დანარჩენი სპორტებზე არ გადავალ ეხლა საუბარი მაქვს გუნდურ ბურთიან სპორტებზე და არა ქალთა ჭადრაგზე, ნონა გაფრინდაშვილზე და ხო არა ძიუდოზე და აშაბექაურზე და ვთქვათ ხო UFC-ში მერაბას და თოფურიას ესე ვთქვათ ჯანზე ვარ ხო ჯანზე ვიყავით ყოველთვის ჭკუაც გვიჭრი და ქალებს განსაკუთრებით ჩვენზე მეტად მაგრამ სადაც ბურთი იყო იქ კალათბურთელებმა ყველაზე მეტი შეძლეს და თუ რა შეძლეს როგორც გითხარით მაგაზე მომდევნო პოდკასტში ვისაუბრებ. აი ესეთ თემას შევეხოთ, რომელიც კიდე უფრო აინტერესებს ქართული კალათბურთის გულშემატკივარს და ასე ვთქვათ, არა გულშემატკივარსაც კი. მე ვსაუბრობ ნაკრებს. საბა დაიწყერთი რა შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ დაიარსთან მქონდა ცოტა ხნის წინ ორი თამაში სოფლიო ჩემპიონატში შესარჩევი. ცოტა გამოგვიკეთა, მგონი ხასიათი, ხო? ხო, დადებითი დეტალები დავიჭირე. ორივე თამაში ბლოუით მოვუგეთ დანიას, როცა შეხვდით დანიას გაგვიჭირდა მაგალითად. ხო, ხშირად ვთამაშეთ დანიას და საინტერესო ფაქტი რაც არის ჩვენი ლეგიონერი ახალი. ხო. ტრაბზონის კალათბურთელი ამერიკელი წარმოშობით რიდი, რომელმაც ორივე თამაში ითამაშა საოცარი კალათბურთი, ესე შეგვიძლია ვთქვათ, შეტევებშიც და დაცვაშიც ძალიან მუშა იყო. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ იმოგენით იმ ლეგიონერს, ვისაც ერთხანი ვეძებდით. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, ახლა დანიასთან თამაში ამით დასვენების გამოტანა არ არის სწორი, თუმცა მაღალი დონის კალათბურთელია. და თურქეთის ჩემპიონატი საერთოდ მაღალი დონია ევროლიგაში და ასევე ტრაბზონიც არ არის ცუდი გუნდი თურქეთში მაღალი მიზნებისთვის იუსვის იქ ტრაბზონი. ნუ მეორე შევსებას გქონდა ამჯერად უკვე ქართველი კალათბურთელით ალექსანდრე მერკვილაძე დაემატა ნაკრებს, რომელიც ასპარეზობდა ამერიკის კოლეჯების ლიგაში, NCAA-ში, საკმაოდ კარგად. და ჩემი აზრით ცოტა ადრეც შეიძლებოდა მისი გამოძახება უბრალოდ ის პრობლემა იყო რომ ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელების გამოძახება ზოგადად ნაკრების დახმარება საკმაოდ რთული ამბავი. ახლა მერკვილაძე უკვე განმოვიდა და ბელგიის ჩემპიონატშია. ბელგია ჰოლანდიის გაერთიანებული ჩემპიონატია მისი გუნდი. ოსტენდეში. ოსტენდეში და ბევრად უფრო მარტივია უკვე მისთვის დაეხმაროს ნაკრებს და სანაკრებო ჭრების დროს ჩამოვიდეს და ნაკრებთან დიასპარეზოს. და მერკვილაძეს დებიუტი იყო, შესანიშნავი, ძალიან მაგარი. სამიანი არაუცილებია, თუ არ ვწდები 3-3 და 4-4 ჩააგდო, 7 ესროლა 7-ვე ჩააგდო. ძალიან მაგრად იმუშავა ამ ბიჭმა და რაც ყველაზე მეტად მომეწონა ძალიან თავდაჯერებულია, ეგრევე შეთამაშდა გუნდთან, რაც საკმაოდ რთულია, პირდაპირ ესე გამოცდილების გარეშე გუნდთან ასეთი შეთამაშებით ითამაშო და კიდევ ძალიან სასიხარულო ამბავი ის არის, რომ აი ხოლო რაც კეჩენ შუთერი კი არ არის, აი თავისით მოიზადა რამდენიმე სროლა და საკმაოდ გვიხარია ეგ იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების საკმაოდ დიდი პრობლემა იყო ყოველთვის პერიმეტრიდან თავარი პრობლემა და სროლა გამთამაშებელი და საკმაოდ კარგი შუთერებიც ყავდა მაგალითად მარკოიშვილი ერთ-ერთი ელიტური შუთერი იყო ევროპის მასშტაბით და ნუ სროლა არც დაუშვათ სანაძეს აქვს ცუდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი მსროლელი ეს ნაკრებში არის არ ყოლია არადა ევროპულ ნაკრებებს ყავს 6-7 მაგარი შუთერი ხოლმე როსტერში და ჩვენ ამით არ ვიყავით არასდროს განებივრებული და მერკვილაძე ამ კომპონენტში განსაკუთრებით ძალიან დაეხმარება ჩემი აზრით ნაკრებს რაც შემდეგი ორი იმედის მომცემი ამბავია უკრაინასთან და ესპანეთთან სოფლიოში სარჩევში ამერიკაში და ეს ფაჯარა ბევრად უფრო ივლისის თვეში არის ბევრად უფრო რთული ტესტი იქნება და აი მან უფრო გავიგებთ ალბათ ხო ლეგიონერის თუმცა აქ შეიძლება დიდი ალბათობით ვიყოლება ჩვენი ამერიკელი ხო NBA-დან ჩამოვლე მამუდ და ბითაძეს უნდა იყვნენ წესით და რა მგონია რომ ბითაძესთან და მამუკელაშვილთან ერთად განსაკუთრებით უკრაინა ფავორიტი იყოს ჩვენთან და შესუსტებული ესპანეთი აქ ვიდოთ ხო
ესპანეთს თუმეტეს თუ თბილისში უკრაინას შევხვდებით რომელიმე ან პოლონეთში ან სლოვაკეთში ან ჩვენ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ეს იმედი არ არის ძალიან მიკერძოებული ამბავი ობიექტურად დიდი იმედი გვაქვს რომ ორივე თამაში უნდა მოვიგოთ და ძალიან მაგარი იქნება იქნება შემადგენლობაში არის მაგის ხო საკმაოდ კარგ შემადგენლობას შევკრავთ თუ დაგვეხმარებიან ამერიკაში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელები ჩვენი ორი ვარსკვლავი გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ნაკრებში ლეგიონერი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აი ჩვენ ნაკრებში აი ნაკრების ისტორიიდან დაწყებული. რატომღაც მოხდა ისე რომ ბოლო 10 წლეულებია აი დამოუკიდებელი ქართული კალათბურთი პრინციპში რაც შედგა და ჩვენი ნაკრები შედგა ჩვენ თითქმის არასდროს პრობლემა არ გვაქვს მაღლების, საღებავში მოთამაშეების და გვყავდა მსოფლიო დონის ცენტრალური თავდამსხმელები, ცენტრები სტეფანიადან დაწყებული და ფაჩულია და შერმადინი და ცქიტიშვილი დრაფტის მეხუთე ნომერი 2.15 სიმაღლით და დღევანდელი ახალგაზრდები და ასე შემდეგ მივამატოთ ჩვენი მძიმე ფორვარდები ვატონაცვლიშვილი თუ ბოისა თუ თოკო თუ საღებავში ჩვენნაირი სიძლიერის ევროპაში შეიძლება 1-2 ნაკრებმა თქვას რომ შეგეჯიბროთო თუ ვერავინ ვერ გჩაგრავდა ხო ფარს ვერავინ ვერ გვიგებდა ხო და მარა სამწუხაროდ დიდი ხანია გვაქვს პრობლემა გამთამაშებს უკანა ხაზში ზოგადად სანამ ყავდა ცინცაძე და მარკოიშვილი ლეგიონერთან დამატებით ერთად რაღაცას აი დროის გადანაწილებით და ასე შემდეგ ხო ამ პრობლემებს მეტნაკლებად ვაგვარებდით აი მანუჩარის და ბუს წასვლის შემდეგ ძალიან მკვნეულად და ისე სახარბიელოთ ვართ უკანა ხაზში წარმოდგენილი. გამოჩნდება ბევრი ტალანტი, რაღაც დიდი იმედებს შევქმნით, ეხლა გვარებზე არ გადავალ. არაკორექტული იქნება. ეს იმედები ხო ძალიან ხშირად ეს იმედები ვერ ნაღდებოდა. ხო, ვერ რეალიზდებოდა. კარგ ხარისხიან გამთამაშებელში, ამ სროლელში. და ძირითადი სიმძიმე უნდა გადასულიყო ლეგიონერზე. ყოველთვის მოყავდა ლეგიონერი, პირველი ნომერი ან პირველი ორი ნომრის მიქსი. ავიცი ამ გუნდში პირველი ლეგიონერი იყო მგონი შემონდუ ილიამსი, კაი გალავურთელი, დონის გალავურთელი შემონდუ ილიამსი. ლეიკერსში ნათამაშები, გალავურთელი. კარგი გალავურთელი. თუმცა დიდხანს არ გაძლეებულა ეს ჩვენი ელისიც მევასე ხო ტაირონ ელისიც არის თუმცა ჰიკმენი მაღალი კლასი იყო მაქაბიში და ისეთ სერიოზულ გუნდებში და ევროლიგები ქონდა მონაგები მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ ნაკრებში აი ნაკრების ქიმია დაიჭირა და გამოადგა პატარ დიქსონმა გემახსოვრებათ ხო არც ისე ცნობილმა და არც ისე ასე ვთქვათ, მისი ბექგრაუნდით ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კალათბურთელმა არ ქონდა ისეთ კლუბებში და ისეთ უნივერსიტეტებში დიქსონს ნათამაშები, რომ ხო ძალიან ისეთი თავმოსაწონი ყოფილიყო. ნუ დიქსონის რაღაცები შეემთხვა და მე ვერ გამოადგა ნაკრებს და ნაკრებთან კოლაბორაცია არ გაგრძელდა და მაგის მერე ჩვენ იყო იქ კარგი ჯენინგს კარგი მსროლელი, მაკფადენიც ცუდი მსროლელი არ იყო, მაგრამ თავარი პრობლემა ბურთის გადმოტანის და გათამაშების ამას ვერ აკეთებდნენ. ხო, ვერ აკეთებდნენ და სულ ესე იგი სულ ცოტა ისე მქონდა რაღაც ნაკლად მომყვებოდა რომ ისეთი არასაკალათბურთო ქვეყნები მე ახსოვს აზერბაიჯანს ყავდა რეალში თამაშობდა კეროლი გახსოვთ ძალიან ხო ჯეისი კეროლი ერთ-ერთი უძლიერეს შუთერი აზერბაიჯანის ნაკრების
სომხეთის ნაკრები რომელიც C თუ C თუ რაღაც J ჯგუფში ბულგარეთის თავაზობდა მაგარი ლეგიონერი. ბულგარეთს მაკინტაირი ყავს ეხლა კაცო. მაგარია რა სუპერ გამთამაშებელი ყავს. მაკაბიდან დაწყებული ყოველთვის უმაგრესი. სომხეთს ჯონსი ყავდა ძალიან მაგარი. სომხეთს ლეგიონერი ძალიან ევროლიგის. ანუ საით მიმყავს ეხლა აი ჩვენზე ერთი თავით მაღალი ლეგიონერები ყავდა, ჩვენზე ორი თავით დაბალ სუსტ გუნდებს. და მგონი მე ბოლდუინის უკმაყოფილოც არ ვიყავი, მაგრამ ტრავმებისკენ მიდრეკილი გამოდგა. ბოლდუინის თავარი ხო, მაგრამ ძალიან ძლიერი მცველი იყო. არასტაბილურობაზე დაგეთანხმებით, რამდენადაც კარგი იყო ესპანეთთან საფრანგეთთან გაგლიჯა ხო რა ვიდით მაგრამ იმდენად გაქრა ფინეთთან მისი 0 ქულა იყო განაჩენი ჩვენთვის ხო ნუ მაგრამ ხო ნუ 0-ია რა იგივე ხო რა ეგეთ თამაში ხო ჩვენ წავაგეთ ზუსტად იმდენი ქულით და იმით იმფორით რაფორაც ვერ დაგვიდო ვერ გაგვიკეთა შესაძლებელი ვერ ჩააგდო ვერაფერი ვერ კამარმა მაგრამ მაღალ კვალიფიციურ გალაგუნი მან შემოიტანა სერიოზულად ესე იგი დაცვაში ძალიან ძლიერი იყო და შეტევაშიც და მეთანხმებით ეთამაშო ესპანეთს და საფრანგეთს ისეთ დონეზე ასე შემთხვევით არ ხდება მაგრამ ხო ანუ საითკენ წავიყვანე ახლა საუბარი რომ მე ბოლდუინი მომეწონა და იმ ერთი თამაშსაც ასაკვირველია ვაპატიებდი არა და აუხსნი რომ არ გამოვიდა და იმეც დავიტოვებდი რომ გამოგვადგება მაგრამ ძალიან ტრავმატულია უყურებ მე და ხო ხშირად ვერც მის კლუბებს ადგება და მის კლუბებზე არ ვიჯავრებ ბატონო ჩემო საქართველოს ნაკრებს ვერ გამოგვადგებოდა და აი მარკუს რიდის გამოჩენას ესე ვთქვათ ისე შევხვდით რომ იმედი გვაქვს ისე კარგად ითამაშა ახლა დანიასთან საბამთქვა რომ აი დაცვითაც მე ესეთი მაგარი ჩამჭრელი ისეთი ისინი აქვს უნარები ძალიან ისე ჩასაფრებული ტიპია ოდნავ თუ გაეცი ცუდი პასი ჩაგიჭრაფია რა ძალიან პირველი ნაბიჯია რა უსწრაფესი და ნუ პირველი ნაბიჯი და ესე შესრულებში არის გადასარევი სროლაც არ დაეწუნება და აი ქულების დამდები კაცია დაგიდებს 20-25 ქულას ყველა თამაშია და რანჯერი პატარა შეძლება ზოგადად ნაკრები როცა ისტორიულადაც ნუ აი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია რაც მახსოვს რაც გულშემატკივარი ვარ ნაკრები როცა აგებდა თამაშს ყოველთვის აგებდა მაშინ როცა ვერ თამაშობდა ბუ ანუ სინცად რა ხო მასე იყო იმიტომ თუ აგებ საქართველოს ნაკრები თამაშს ყოველთვის ვაგებ უკანა ხაზის ასე ვთქვა ჩავარდნით თამაში და ჩავარდნით რა მაღლები მის საქმეს ყოველთვის გიკეთებენ რა ახსოვს რომ მაღლებს ასე ვთქვა თავი შეერცხვინათ სხვა ევროპული გუნდის მაღლებთან რა ყოველთვის ტოლსტორად იყო მომენტები რომ აი ფაჩულია მაგალითად მახსოვს უჩევიჩი ერთხელ და გორტატი აი რა დაჭრა თბილისში რასაც ვთქვია მაგრამ ერთხელ კი არა ერთხელ გაუკეთებია არასდროს არ გაატანა არავის არაფერი ხო და ახლა ვითაზე შენგელია ონკელაშვილიც რა ვიცი არავისადაც არ შეიწყებს რა თუნდაც ლოქჩი რო დაუდგეს იმათაც ეთამაშება რა კავალბურს და ასე ვთქვათ მოდი ჯიკიჩზეც ძალიან მოკლედ თითო წინადადებით რა სიტყვის საბა მე ხა წავაწყდი რაღაც მომენტებში უკრაინასთან და რო წავაგეთ ესპანეთთან როგორც ჩვევია სოციალურ ქსელს წავიდა რო ჯიკიჩი და წავიდეს და წამოვიდეს და ხო რას ფიქრობ შენ კარგი მწვრთნელია და შანსი სადაც ჰქონდა რომ სული შემადგენლობით იყო თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიყვანა ისტორიაში მეოთხე ფინალში საფრანგეთს დაამარცხა. არ უთამაშია სული შემადგენლობით ის თამაშები რაც წავაგეთ ჩვენ, რაც შინაარსობრივად და მაგის გამო ეგეთი კრიტიკა პირდაპირ ვთქვათ არ მოსულა ჩემი აზრით. კი ბატონო. ალბათ იგივეს ვიტყოდი გიორგი შენ. კი, სხვათა შორის ჯიკიჩის თავარი პლუსი დავამუღამე იცის ასე ვთქვათ როგორ გამოიყენოს აი დრონის განაწილება თამამია და ანდობს თამამია საკმაოდ ნაკლებად გამოცდი კავალბურთელებსაც ისეთ მომენტში ენდობა რომ აი ზოგჯერ რაღაცა გულზე შემომეყარა რომ აი ახლა ამის რო არ არის მაგრამ სინამდვილეში გაკაჩეს კავალბურთელებმა ნდობაც იგრძნეს მწვრთნელისგან
და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სიღრმე ყოველთვის გვაკლდა, არ გვყავს ისეთი ძლიერი სკამი, ასე ვთქვათ. და აი ეგ თავდაჯერება ჯიკიჩმა, ასე ვთქვათ, გადაანაწილა ნაკრებზე და ეგ თავარი პლუსი ეგ დავინახე. ხო და მოდით აი ქართულ კალათბურთზე საუბარს ვაფინალებთ ეხლა და სანამ გადავალთ იმ ზეპურ კალათბურთის თემებზე სასაუბროთ, აი დღეს დილით გავრცელდა ინტერნეტშიც და ტელევიზიით და გაიგო საკალათბურთო მილეთმაც და მთელმა საქართველომ რომ ერთი კარგი და დიდი საკალათბურთე მოღვაწე საუკეთესო კალათბურთელი თავის დროზე, კიდევ უფრო საუკეთესო მწვრთნელი შემდგომში, ჭაბუკთაც და საკლუბო კალათბურთის და გარკვეული წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელის და კიდევ უფრო კარგი და დიდი ადამიანი ზურაბ ტომარაძე აღარ არის უკვე ჩვენს გვერდში და დაუტევა წუთი სოფელი და ოჯახის ჭირისუფლების გულისტკივილს ვიზიარებთ რა თქმა უნდა. დაერთხვა ჩვენი პოდკასტის დაბადება კარგი საკალათბურთო მოღვაწის ზურაბ ტომარაძის გარდაცვალებას და ჩვენი პატივისცემა და გულისტკივილი ძალიან დიდი და გამოვხატოთ და სამძიმარი უთხრათ მთელ საკალათბურთო თემს ჩვენი ქვეყნის. ხსოვნა იყოს ბატონი ზურაბის. და მოვიდა ზეპური კალათბურთის დროც ევროლიგას რაც შეეხება ჩვენი გულშემატკივრების ფოკუსში კატალონიის ბარსელონა, სადაც თოკო შენგელია თამაშობს. ევროლიგა ფინიშზე გადის და მომავალი გადაცემისთვის ჩვენ უკვე მიმოვიხილავთ ევროლიგის რეგულარულ სეზონს, საპლეიოფო წყვილებს და ეხლა პირდაპირ გადავალთ სტუდენტურ კალათბურთზე და საბა გვეტყვის ამერიკაში, ამერიკის NCAA-ში რა მარტის სიგიჟეებს ქონდა ადგილი. მე მარტის სიგიჟე უკვე დასასრულისკენ მიდის, ნახევარფინალები გვაქვს უკვე. იუკონ ილინოისის წინააღმდეგ, ერთი ნახევარფინალი და მეორე არიზონა მიჩიგანის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო წყვილები დაიწყდა. ხო, თავარი სიგიჟე რაც მოხდა, მის გარეშეც არ ჩაიგდეს NCAA, იყო მეოთხე ფინალური დაპირისპირება დიუკსა და იუკონს შორის. სადაც ტრადიციული დიუკი მას ბაზერ ბიტერი დასრულდა. არანორმალური ბაზერ ბიტერი დასრულდა. მთელი თამაში დიუკი იგებდა. შემდეგ კარლოს ბუზერის შვილი, ერთ-ერთი გამთამაშებელი კეიდენ ბუზერი იღებს ისულერ გადაწყვეტილებას. თერნოვერი. და ცენტრიდან თითქმის ფრეშმენი ბრეიონ მულინსი აგდებს არანორმალურ გეიმვინერს და დიუკის ეს წყევლა გრძელდება. რაც შეეხება იუკონს, იუკონი გადის ნახევარფინალში და დენ ჰარლი არის ზოგადად საოცარი მწვრთნელი. ბოლო 3 წელში ორჯერ მოიგო და ერთხელ ფაინალ ფორში ყავდა გუნდი და შარშან ფლორიდა მოიგო. ამიტომ საოცარი წყევები დაგვიждდა და ძალიან რასაკვირი იყოს იუკონი ილინოისთან არ არის ფავორიტი. ილინოია ფავორიტი. არა ჩემს ყველა შეყრული გუნდი იუკონია მაინც. საერთოდ მწვრთნელები ჩემი შეხედულებით საუნივერსიტეტო კალათბურთში ბევრად უფრო ძლიერი მწვრთნელები ყავთ ვინმე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. და საერთოდ საოცარი კალათბურთის ყურება შეიძლება მასში. კი ბატონო. გიჟური დაცვაა და აი არანორმალური ისა ტემპია და ტემპი არანორმალური. სასწაული არის ნამდვილად. განსაკუთრებით მარტის სიგიჟე. ეს მერე ჩვენ შემდეგ გადაცემაში ჩავშალოთ მორჩენილი იქნება ეს. რა თქმა უნდა. უბრალოდ გეტყვით ვინ არის ეს ტოპ 5 გამოკვეთილი პროსპექტი. კი ბატონო, საინტერესო. კეილენ ვილსონი. ვის უნდა ველოდოთ ხვალ NBA-ში, ხო? კეილენ ვილსონი ჩრდილოეთ კაროლინას კალათბურთელი, რომელიც სამწუხაროდ ტრამვირებული იყო და მარტის სიგიჟეში ვერ ჩაერთო. პოზიცია? მეოთხე ნომერი. აჰა, მძიმე ფორვარდი. კრის უებერს ადარებენ. დერიუს ეიკაფი არკანზასის წარმომადგენელი, ალენ აივერსონია მისი პროტოტიპი ესე ვთქვათ, ესე ადარებენ ყოველ შემთხვევაში სკაუტები, კინგსტონ ფლემინგსი, ჰიუსტონის გამთამაშებელი ესეც, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია და ჩამოყალიბებულია უკვე კინგსტონ ფლემინგსი, რომელსაც დარიუს გარლანდს ადარებენ, ასევე კარლოს ბუზერის შვილი, კამერონ ბუზერი
და კეინენ ბუზერს, მაგრამ კამერონ ბუზერი ტოპ 5-ში მოიაზრება, თავარი შეიძლება პირველ ნომერში. იგივე პოზიციას თამაშობს, რაც მამა, ხო? კი, მეოთხე ნომერი და ჩემი აზრით ყველაზე დიდი პროსპექტი AJ Dibans-ა, BU-ს კალბურთელი მესამე ნომერი, რომელიც ვფიქრობ, რომ გენერაციული ტალანტი იქნება, ჩემი აზრით. მაგრამ არ ზოგი მოიაზრებს, რომ პირველ ნომერი არ იქნება. ჩემი აზრით იქნება, მაგრამ გარშია გუნდს ეხება გრაფტი ცოტა ისე ხდება, რომ ბოლოს არის ჯერჯერობით გამოკვეთილი ხუთეული, მაგრამ დაემატება შემდეგ ვიღაცამ და ვიღაცამ შეიძლება ამოვარდნეს. მოკლედ ძალიან საინტერესო ამთავრფინალები გველის მარტის სიგიჟეში. ადევნეთ ვაყურებთ YouTube-ს, ტელემაყურებლებო, YouTube მაყურებლებო. ხო, და რაც ყველაზე გასაკვირი ამბავია, როგორც ვთქვი, დიუკის წარუმატებლობა გრძელდება უკვე 10 წელზე მეტი, რაღაც 2014 წელს გახდა ბოლოს ჩემპიონი თუ არ ვცდები. და მას შემდეგ რაც წევლა აქვს ამ კოლეჯს, არა ყველაზე ტრადიციული კოლეჯია და ყველაზე დიდი დიუკი იმითაც რომ დრაფტის პირველი ყველაზე დიდი დონაცია მაკედან მოდის დრაფტის. რავი, ეხლაც კუპერ ფლაგის და კნობელის იყო დიუკიდან. რავი, ზაიონ უილიამსონი და ბანკერო და ხო, ტეიტუმი და უკანასკნელი წლების ვარსკვლავები, ტალანტი კალბურთელები ყველა დიუკიდან მოდის. ძალიან გასაკვირია რომ ჩემპიონი ვერ ხდება უკვე 10 შოუკებს უკვე ხშირად. და წელსაც ვერ გადავახა ეს ამბავი და დარჩა ესე როგორც საბამთქო ესეთი გიჟური წაგებით. კარგი დაველოდოთ აბა ნახევარფინალებს და მერე ეს ჭაბუკები სადაც უნდა დაფთიანდნენ და სადაც უნდა მიფრინდნენ. მივიდეთ ჩვენც იქ. მივიდეთ. ყველაფერი ტკბილი ლუკმა დიახ. მოვიტოვეთ, თქვათ NBA. მოდით გიორგი რამდენიმე წინადადებით წლევანდელ რეგულარულ სეზონზე ვისაუბროთ, რომელიც ფინიშზეა გასული და კი ბატონო. სულ რამდენიმე ტური გადარჩა, რომ ცხრილს საბოლოო სახე მიეცეს და გამოიკვეთოს საპლეიოფო წყვილები, ჯერ პლეინი და შემდეგ საპლეიოფო წყვილები. ოკეი, ძალიან საინტერესო რეგულარული გვაქვს წელს სხვათა შორის. და ძალიან დაძაბულიც ასევე, ბევრი სიურპრიზიც გვაქვს და მათ შორის თავარი სიურპრიზი ალბათ წლევანდელი არის Detroit Pistons-ი, ჩემი აზრით, კი ეს გუნდი რაც მომავლის გუნდია და 3-4 წელია უკვე შენების პროცესშია, მაგრამ ჩემთვის მაინც გასაკვირი იყო Detroit-ის ესე სატურნირო წლის სათავეში ასე მოქცევა. ხო, ნუ პირველივე ტურიდან რო აღმოსავლეთ კონფერენციას არის აღმოსავლეთში ნამდვილად. ლიდერობს რა. ხო და მოდი ჩავყვეთ აღმოსავლეთ კონფერენციაში, როგორც გითხარით, ლიდერობს Detroit Pistons-ი, Boston Celtics-ი მიყვება მას, რომელიც ასევე საკმაოდ ხო, მრისხანე. წელს მეგონა რომ ბოსტონს იმით ვიტყვი სლენგით ნიჩურთს აიღებდა ბოსტონი, მაგრამ თავიდან ხო პირველი მეოთხედი მესამედი სეზონის ასე ჩანდა, მაგრამ თურმე ეს ნიჩურთი გახსნეს თითები ბიჭებმა და საბავშვის საბედნიერო და სასიხარულოდ Boston Celtics-ი ასე მგონია რომ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უკვე იმზირება ბოსტონი, ისეთ ფორმაში შევიდა, ისე მალე გამოაჯამრთელა ტეიტუმი, დაიმატა უჩევიჩი, ძალიან მაგარი მეორე როლის შემსრულებლები ყავს და ყველა ამართლებს რაღაცით თავისი წვლილი შემოაგდა, მეტი რა არის გალადბურთი. ხო, ნუ Boston Celtics-ს მერე ვიტყვით ერთ-ორ სიტყვას, New York Knicks-ი არის მესამე ადგილზე, მეოთხე ადგილზე Cleveland Cavaliers-ი, Atlanta Hawks-ი დაწინაურდა მეხუთე ადგილზე და Atlanta საკმაოდ მძიმე სტარტი ჰქონდა. მაგრამ ბოლო თამაშები ძალიან მაგარი ვინსტრიკი დადო და 20-დან 19-ია გოლი. ავიდა მეხუთე ადგილას. Atlanta-მაც ჩემი აზრით ძალიან სწორი ტრეიდი გააკეთა ტრეი იანგის მოშორებით, ხო? ტრეი იანგი რომ მოიშორა, კი, ტრეი იანგი ძალიან მაგარი გალაბურთელია, მაგრამ ბევრი მინუსი აქვს განსაკუთრებით დაცვას თუ ავიღებდა ტრეი იანგთან ერთად ფაქტია რომ Atlanta Hawks-მა ვერ დადო ვერანაირი შედეგი, ამიტომ სწორად ჩახსნა ჩემი აზრით გუნდიდან და ახლა უკვე ბევრად დაბალანსებული გუნდი ყავს და ძალიან მაგარ გალაბურთს თამაშობს, დამსახურებულად არის მეხუთე ადგილზე ატლანტელები, Philadelphia Sixers-იც ამოყვინთა ისევ ტრავმიანობის შემდეგ ცოტა რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ფილა მოიგო ეხა თამაშები და მეექვსე ადგილზე ავიდა და ჩვენთვის საკმაოდ სამწუხაროდ ჩაანაცვლა Toronto Raptors-ი. ერთნაირი იმას ბალანსი არის. ნუ, იმიტომ ხო, ერთნაირი 42 მოგება 34 წაგებით არიან, მაგრამ უკეთესი სადაც ცალსახად მამუს აქვს ძალიან კარგი სეზონი და იპოვა თავისი გუნდი და გუნდმაც იპოვა თავისი გალადბურთელი. ნამდვილად X-ფაქტორია თავის გუნდში და პრესაც ამას ამბობს და ერთხმად ყველა ამბობს იმას, რომ ამონკელაშვილს აქვს ძალიან მაგარი სეზონი. და ალბათ შემდეგ წლებში უკეთეს კონტრაქტსაც დაიმსახურებს სანდრო და ამ გუნდშიც დაიმკვიდრებს თავს, იმედი გვაქვს, ჯერჯერობით ასე ჩანს.
კიდევ ერთი აღმოჩენა ჩემი წლევანდელი არის შარლოტ ჰორნეტსი, რომელიც უმაგრეს კავალბურს თამაშობს, აი ძალიან ლამაზ კავალბურს თამაშობს, ძალიან შემტევ კავალბურს თამაშობს და ძალიან მაგარი ვინსტრიკი ჰქონდა შარლოტსაც, 18 მოგება ჰქონდა ვორსდები 20-დან მასეს და ძალიან რთული სტარტის შემდეგ, მანაც იპოვა საკუთარი თავი, დიახ, ლამელო ბოლის თამადობით, ასე ვთქვათ, შარლოტიც არის მერვე ადგილზე და პლეინის ზონაში მყარად არის და ჩემი აზრით ფავორიტიც არის დარჩენილებთან შედარებით. პლეინის გასა. მე ნაკლები სურვილი მაქვს, იმიტომ რომ გოგას და სანდროს გასვლა მირჩევნია, მაგრამ ოკეი. სანდრო გეგონი ხო, ნუ ორლანდო მეჯიკი, რომელსაც ასევე მე-9 ადგილზეა, რომელიც ტრავმები აწუხებს როლანდოს მთელი სეზონის განმავლობაში და მთელი ნახევარი სეზონი არ ყავს ფრანს ვაგნერი და საკმაოდ მძიმედ თამაშობს და ასე ვთქვათ, თავიდან ნორმალური სტარტი ჰქონდა, მაგრამ ჩამოვარდა ორლანდო მე-9 ადგილას და სავარაუდოდ პლეი-ოფის ზონაში გაუჭირდება, მოხვედრა, მაგრამ პლეი-ინის ზონაში იქნება და ეცდება პლეი-ინიდან გავიდეს პლეი-ოფში და მაიამი ჰიტი არის მე-10 ადგილას. და ნუ იქ აშკარა აუთსაიდერები, გასაკვირად მილუოკი ბაქსი წელს, ნუ იანის ანტოკუმპო ვარი თქვა თამაშზე თითქმის მილუოკში და ალბათ უკანასკნელი სეზონი იქნება იანისის დიდი აშკარად ამ ადამიანს აღარ უნდა ამ ფრენჩაიზთან ერთად თამაში და ამის გამოც მილუოკი მე-11 ადგილას არის და დაკარგა უკვე შანსი დაკარგა შანსი პლეი-ინში გასვლისას კი ჩიკაგო ბულსი, ინდიანა პეიზერსი და ძალიან აუთსაიდერი ბრუკლინ ნეტსი და ვაშინგტონი ძალიან ცუდი გუნდები არიან წელს მომავლის გუნდებია. დასავლეთში რა ხდება? დასავლეთში კი ისე ოკლაჰომა სიტი თანდერი არის ერთპიროვნული ლიდერი და რა წელსაც ძალიან მაგარი გუნდია, არაფერი არ მოკლებია ოკლაჰომას, კიდევ უფრო გამოცდილება მოემატა და ავის შესანიშნავ დაცვას თამაშობს. გამოცდილებასთან ერთად მოემატა ის რომ გაუგეს ჩემპიონობას და გახო გამარჯვებულის მენტალიტეტი. უმაგრესი სისტემა აქვს. ბეჭდიანი ხალხის გუნდია უკვე. კი, ნამდვილად, აი ძალიან მაგარი სეზონი აქვს და აშკარა ფავორიტი, მაინც ყველაზე დიდი ფავორიტი ჩემპიონობის ოკლაჰომაა, ესით წელსაც. თან ხვდებით. მეორე საკმაოდ გასაკვირად ჩემთვის ასევე ნუ ისეთი დიდი არა როგორც დეტროიტი, მაგრამ დაახლოებით ისეთივე სიურპრიზი იყო სან ანტონიო სპურსი. კარგი გუნდია სან ანტონიო, ძალიან კარგი ახალგაზრდები და კომპლექტები. მაგრამ წელს თუ გაისროლი და არც მე არ მეგონა რა. ძლიერ დასავლეთ კონფერენციაში, როგორც არის აქ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და დენვერ ნაგეტსი, ჰიუსტონ როკეტსი, მინესოტა ტიმბერვულზი, ამას ბევრად უკეთეს ფორმაშია, ბევრად წინ არის და უკეთეს კავალბურსას თამაშობს. არა თუ ამათან, არამედ პირველ ადგილოსან ოკლაჰომასაც 3-ვე თამაში მოუგო. 4 მოუგეს ჯამში. ერთი ხაფზე მოუგო. ხო. და 3 მოუგო. ანუ სან ანტონიო სპურსიც ძალიან მაგარია წელს და ჩემი აზრით ვემბანიამასთან ერთად იმ უცხო პლანეტელთან ერთად იბრძოლებს ჩემპიონობისთვის სან ანტონიო და საკმაოდ საფრთხე იქნება, მაგრამ პლეი-ოფში შეიძლება გამოცდილება დააკლდეს აი ეს ამბავი თუ იქნება. ხო, აი ერთი ჩაგერთვები მხოლოდ რამდენიმე წამით უკვე ვემბანიამას ფაქტორი პლეი-ოფში მისმა გამოუცდელობამ და იქ ალბათ ყველაზე გამოცდილი ჰარისონ ბარნსია და ძირითადად ახალგაზრდები არიან გუნდში. ამ გამოუცდელობამ შეიძლება ნეგატივში ჩაუთვალო, მაგრამ ის აქვს დიდი პლუსი, გიორგი, რომ რეგულარულში ვებანიამას არასდროს 25 წუთზე მეტი არ უთამაშია და პლეი-ოფში არ დაზოგავენ. და გამოიყვანებენ 30-35 წუთი. ათამაშებენ და ეხლა ამ მონსტრს 35 წუთი რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენ წარმოიდგინეთ რა. ხო, ნუ სან ანტონიო მეორე ადგილზეა მყარად და სავარაუდოდ არ დაკარგავს ამ პოზიციებს, ვერც დაკარგავს მათემატიკურად უკვე. ლოს-ანჯელეს ლეიკერსი მესამე, მე-4 დენვერ ნაგეტსი, ჰიუსტონ როკეტსი და მინესოტა ტიმბერვულზი არიან პლეი-ოფის ზონაში. ძალიან სიმჭიდროვეა ამ მატჩში, ხო? სიმჭიდროვეა დენვერ ნაგეტს, ჰიუსტონ როკეტსას და ტიმბერვულს შორის. აი ეს სამი გუნდი არის თანაბრად აბსოლუტურად. გაიქცა ლეიკერსი. გაიქცა კი 3 მოგებით უკვე და უკვე 3 მოგება. სერიოზულია. რაღა დარჩა. აი 7 თამაში ყავს დენვერში. ერთობაში ყავს დენვერი. დენვერი თუ ერთში. არა, 2 ყავს. ხო, ნუ 26 წაგება აქვს და 28 წაგება აქვს დენვერს ერთი თამაში. ლეიკერს ათამაშოთ ხო? კი ბატონო. ხო, ნუ დენვერი არ არის ჩამორჩენილი იმდენად, მაგრამ ჰიუსტონი და მინესოტა ჩამორჩნენ. ნუ პლეი-ინის ზონასაც შევეხოთ დასავლეთის. ჩემი გოლდენ სტეიტი რა შვება? შენი გოლდენ სტეიტი. დიც ვერაფერს შევა, მაგრამ ნუ პლეი-ინში გავა, მაგრამ გასხანი ჩურტია ჩვენ გვაქვს აღებული წელს. კი ბატონო. Golden State წელს თან ჯიმი ბატლერიც დაემტვრა ერთ-ერთ მეორე კაცი მოკლედ წელს ვერაფრისთვის ვერ იბრძოლებს Golden State-ი ზასვის სამწუხაროდ. ნუ Phoenix Suns-ი, LA Clippers-ი, Portland Trail Blazers-ი და Golden State Warriors-ი გავლენ პლეი-ინში, ეს დახურულია
და დანარჩენი გუნდები არიან მიღმა პრობლემის აშკარა ჩამოთვლათ აღარ ღირს. აშკარა აუტსაიდერები არიან. საკმაოდ საინტერესო, როგორც ვითხარი, საკმაოდ საინტერესო რეგულარული გვაქვს, მაგრამ ნამდვილი კალათბურთი ეხლა იწყება, რასაც ქვია პლეი-ოფი და მე რა თქმა უნდა გულშემატკივრობ ქართველ ლეგიონერებს, კალათბურთელებს, გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს და სინამდვილეში ისეთი დასაწყისი იყო, რომ ორივე უნდა გასულიყო პლეი-ოფში, მაგრამ ახლა ცოტა ისე მიდის საქმე, რომ მე მგონი მაინც უფრო გავა. შეიძლება ორივე მიღმა დარჩეს, რა ძალიან საფრთხე იქნება. დიდი ალბათობაა, რომ პლეი-ინში ვაღიაროთ, რომ სინამდვილეში ტორონტო მაგ გუნდებს შორის ყველაზე ნაკლებად ძლიერია, იმიტომ რომ რაღაცნაირად რავია შემადგენლობა გადავხედავთ. ნუ ის დანარჩენი გუნდები ჯობია შემადგენლობა. ტორონტოს მაქსიმუმი იქნება მაქსიმუმ პირველი რაუნდის გასვლა. ნუ ეგ თუ გავიდა პლეი-ოფში, თუ გავიდა პლეი-ოფში. მოდი ახლა ხო არ მივადგეთ თავარი განსხვავება ნომინაციებს და ავიღოთ 5 თავარი ნომინაცია რაც არის NBA-ში ახლა და სათითაოდ ვთქვათ ვინ გონია რომ გაიმარჯვებს და ან თუნდაც ვინ გვინდა. დავიწყოთ მოდი წლის ყველა ნაკლებად საინტერესოდ და ბოლოს MVP-ზე ვთქვათ, ხო? მწვრთნელი დავიწყოთ. შენ ვის ფიქრობ? რა როგორც ვითხარ დეტროიტია ჩემთვის აღმოჩენა და ხო ნუ ალბათ რავი არ გაიქცევა მაგ ამბავს ხო მეც შენთან ვარ მაგ საკითხში რაც ბიკერსტაფი მგონია და მინდა კიდევაც მაგრამ კი იმსახურებს რა ყველა სან ანტონიოს ფუნქციონერიც ალბათ მაგ შორის უფრო ხო ალბათ სიტლანდერი არ წაიღებს მაგ ჯილდოს ხო და უფრო ალბათ სან ანტონიოსა და დეტროიტ შორის მაგრამ უფრო დეტროიტ ორიგინალური ვერ ვიქნები ნამდვილად თუ ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან რომ დეტროიტისა და სან ანტონიოს ამ შემადგენლობ ჯერ კიდე ნედლი შემადგენლობებით შენების პროცესში ყოფი ფრენჩაიზები გაყავთ სერიოზულ მიზნებზე მაგორი მწვრთნელის კონფერენცია მოიგო პისტონსმა მაინც ალბათ ბიგესტაფი არის ჩემი აზრით შევთანხმდით კი ბატონო იყოს ეგ არის ჩვენი პროგნოზი ნახოთ აი თქვენს კომენტარებში რა აღნიშნეთ თქვენი პროგნოზები და ნახოთ აბა არის რა სხვა თუმცა ყველაც ავავდო მეექვსე კაც მივადგეთ და აქაც მე მგონი პეიტონ პრიჩარდს არ უნდა მაგ ალტერნატივა პრიჩარდია იმიტომ რომ ჯილდო ჩემი აზრით რა მithumedes სეზონის ბოლოს ეხლა იმდენად მოუმატა კაცმა 30 გოლებს დებს და გადამწყვეტი ფაქტორია სამსახურებლად back to back სხვა ვინ შეიძლება რომ შეუპირისპიროთ რავი პრიჩარდს არ ვიცი სხვათა შორის ვინ არის კანდიდატურას სიმართლე რომ გითხრა იმდენად ფავორიტი მგონია პრიჩარდი მაგ მეექვსე ჰარპერს თუ ვიტყვით სან ანტონიო და დილან ჰარპერი მეექვსე ზოგჯერ სან ანტონიო ისე სulis თან იმას რაღაცნაირად ხუთეულებს ხშირად ასulis ანუ ალბათ ხო პრიჩარდი უფრო ხო პრიჩარდი იქნება ალბათ სიქსმენი იქნება პრიჩარდი ხო ძნელია მაგაც მწვრთნელების არ იყოს ხო არ არის გამოკვეთილი სხვა გუნდებიდან ისეთი მეექვსე რომ ძალიან მაგარი ხარისხიანი სეზონი დაედო ხო ისე წეგანო თქვი რომ ამ ტრავმირებული ტეიტუმით და ისეთი განიტვირთა ისეთი ტრეიდები გააკეთა ბოსტონმა და მართლა მეგონა რომ წელს არაფრისთვის მეც მეგონა არ იბრძოლებდნენ და ის რომ ბრძოლაში არიან და ის რომ მაგარ ტონუსში არიან ერთ-ერთი მაგარი რა თქმა უნდა ჯეილენ ბრაუნის და დერეკ ვაიტის მაგრამ პრიჩარდმა სკამიდან იყო თუ ხუთეულში შეიყვანდნენ ძალიან სერიოზული როლი ითამაშა და ვაღიაროთ რომ ბრაუნი მერა პრაიმში შევიდა ბრაუნს მე მივაგებთ ხო ნუ ბრაუნი პრაიმშია და ბოსტონი ძალიან საშიში მოვიგოთ პრიჩარდ კარგი აქაც ასე ვთქვათ შევთანხმდით ყოველს ნომინაცია შემოვიდა ახლა შევთანხმდებით ოკეი ეს მსველი ვემბანიამა და დიდი ძახლის ნიშანი აი ვემბანიამა რა უნდა ილაპარაკოს მაგაზე არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო ალბათ 10-12 წელი ვემბანიამა იქნება ხო თუ შევცვლებათ მე და სხვა მისგოსი ხო ან ვიღაცა სხვა პლანეტელი კიდე თუ ჩამოფრინდება დედამიწაზე არ მგონია ეხლა მივადგეთ საინტერესო ჯილდოს most improved ყველაზე განვითარებული ხო აი ეგ ყველაზე ინტერესოა და მან ცოტა საგამართოა ხო საგამართოა მე ვიტყვი ჯერ ჩემი არის ორი გამოკვეთილი ფავორიტი ყავს მაგრამ ჯეილენ დურენი და ჯეილენ ჯონსონი ნამდვილად და ალბათ მესამე კაცი იქნება აუდია სავარაუდოდ ხო აუდიას რახან სეზონის შუაგულში გაუწყდა და სადღაც რა ვიცი 20-25 თამაში გამოტოვა თითქმის თუმცა გიჟური სტარტი ქონდა აუდიასაც და ნუ
აუდიამაც დაახლოებით 10 ქულით გაზარდა average და ძალიან მაგარი შედეგია. არა მარტო ქულა, არამედ პასიც ბევრად გაზარდა ზოგადად სტატისტიკა. და აუდიაც არის მაგ ნომინაციაში, ოღონდ როგორ ზაზაფხო გამოტოვა თამაშები და რა ვიცი. საინტერესო ის არის, რომ თავარ ფავორიტად მაინც ალბათ ჯეილენ დურენი არის გამოკვეთილი, თუმცა მოდი ჩემ ხვას მე მივცემ ჯეილენ ჯონსონს. ახო, ვერ ვიტყვი რომ თლად ესე თავარი ფავორიტია და რატო? დეტროიტში, იმიტომ რომ ჩემი აზრით პირველი კაცია გუნდში. და ნუ იქ კეით კანინგემი. ხო, იქ კანინგემი არის პირველი ამბობ. ჯეილენ ჯონსონი გადის სასწავლო სტატისტიკაზე, ტრიპლების მანქანა და აიქცეული, მაგრამ მაკეთკენ მიდის ყოველ შემთხვევაში და ჩემი ხმა ჯეილენ ჯონსონს და საინტერესო ის არის რომ ჰაილაიტერი არ არის. აი, მაგას ვამბობდი რომ არჩას მაგას ვამბობდი რომ საერთოდ თამაშის დროს და ხო რო შეხედავ თამაშს და ჩაოლებრი გეგონება რომ რაღაც ისეთი როლური მოთამაშეა და სინამდვილეში ბოლოს სტატისტიკას რო შეხედავ 25 გოლა, ჩვენი მოხსნა 13 პასი და რაღაც ესე სტატისტიკას როდის გააკეთა ეს ყველაფერი არ გახსოვს თითქოს საინტერესო კიდე ის არის რომ ეს ჯილდო შარშანას აყალდაერს წავიდა და ისონ დანიელსი გახდა ჰოსტინ პრუდი და შეიძლება მაგას თითქოს რაღაც გავლენა იქონიოს და დირონ მოდი მე მაშინ დიურენს ვიტყვი და ჩემი ხმა ჯეილენ ხო და მაშინ მე ჯეოსტარის არ იყოს ერთი არა ერთი კი და აი მე მგონია რომ ატლანტას ის ქიმია რაც აქვს ეხლა გუნდს ეს ბოლო 20 თამაშია რა თქმა უნდა მწვრთნელის GM-ის ძალიან სწორი ტრეიდები და ასე შემდეგ ძალიან მაგარი ტრეიდები და იმ ზუსტად ამ ყველა ღონისძიების რა სამწვრთნელო პროცესის ტრეიდები იმიტომ გაკეთდა რომ ჯონსონს მიცემოდა მეტი დრო და სივრცე გუნდში და როლი და ეს როლი შეასრულა თქვენ როგორც თან რაღაცნაირად ამას აკეთებს ძალიან ნაკლებად ეგოისტურად უამრავი პასით, უამრავი სამუშაოთი, კარგი დაცვით და რაც თავარია გუნდი დებს შედეგს 20 თამაშია. 20-დან 19 ზიგებს გუნდი. იყოს ჩემი ხმა ჯონსონისკენ და აი, აბა მე დიურენს ვიტყვი და გამიბრაზდეს დიურენი თუ გინდა. აფიქსირეთ, აბა ვინ ფიქრობს რომ დიურენი იქნება განვითარებული მოთამაშე და ვინ ფიქრობს რომ ხუბს ვერ დამიწყებს. ვინ გალახა ამის წინ ვიღაცას ეჩხუბა. დიურენმა და ვინ ეჩხუბა. არა, ხო, აი დინკლაუს. მაგარი ხო, ლიჯის. ძალიან მაგარი. ნუ ისე სხვა შორის კანინგემერას დაიმტრო ტიპი გიჟია, რავი, აი 30 გულად 15 მოხსნა, 30 გულად 15 მოხსნა, არ ჩამოდის და თითქოს კანინგემი უშლი და ხელს გამსამაში ის სამწამიანიდან იმაშვება, აგდები იღებს გულებს, მაგრამ მაინც ისეთ იმაზე გადის პროცენტზე რომ რა ვიცი, აი მოკლედ მე დიურენი. ხო და მოდი დიურანს კარგი ბიჭობა ვაკმაროთ და ჯონსონს ეხა მივადგეთ თავარი განხილვის საკითხს NBA-ში, რაც არის MVP. აქ არის 5 კანდიდატურა მთავარი, ну რა თქმა უნდა დამსახურებებით ზოგადად ზოგი წინ, თუმცა ჩამოვხდნენ 5. კი ბატონო. მე 5-დან დაიწყეობთ. ჯეილენ ბრაუნი ბოსტონ სელტიქსიდან, რომელიც ჩემი აზრით ცოტა მაგარი სახურებს ყოფნას რაცამას. ახლა ბოსტონელი. დარჩება მე 5. ნიკოლა იოკიჩი დენვერ ნაგეტსიდან, შაი ოკლაჰომადან, საუბრობ შაი ბოლო უნდა მეთქვა, მაგრამ ლუკა დონჩიჩი. შაი ახლა მეორეზე ჩამოიწია, მგონი ბოლო იმით ხო, განახლებული. და ვერმანიამა აიწია პირველზე. მაგრამ ცოტა გასაკვირია ხო, აი გამბო. ნუ აქ შეიძლება გიო 5-ვე მოთამაშეს შეუქმნა кейსი, სადაც 4-ვე. არა 5-ვე. 4-ვე. არა 5-ვე. აი ეხლა რა ბრავუნი როგორ არა кейსი შეიძლება შექმნას სადაც ბრავუნი იქნება. ხო გეუბნე ხო ვაკე და აჰა ხო რაიმში მაგარი კაცია ბაზარი. მივხვდი რასაც გულისხმობს, მაგრამ ესე ამდენად კონკურენტული MVP-ს გარემო არ ყოფილა და ნომინანტები ასე ახლოს ერთმანეთთან მდგომი, მაგრამ ეს 4 ძალიან გამორჩეული. ეს აი ბრაუნი რო უყურე ჯეილენ ბრაუნი რო გახდეს ეხლა MVP ძალიან გამიკვირდება და ამ 4-დან ხო დონჩიჩიც იმსახურებს ეხლა დონჩიჩმა ის რანაირად ხელაც 42 ქულა დადო თუ არ შევიდა ხო
იოკიჩი ხო ესაა მოვლენა საერთოდ კალათბურთში და დაუმთავრებელი მოვლენაა რომ გამწობადი და განგრძობადი მოვლენა რაღაცა სხვა არის საერთოდ ცენტრი ადამიანი დონდლო ბულკიჭამია ბიჭვეძახით მე და გიორგი ესეთი გვახსოვს მისი ბავშვობის სურათები რო ნახო გაგეცინება და იყო 58-მერვე პიკი ტრამპის რომელი პიკი და სად ისე სხვათა შორის აყვანილი იმაში გუნჩი და რანაირ კალათბურთ შეცვალა კალათბურთი. კარის არ იყოს ჩემიან ჩამაკვეხებიეთ რა. კარის არ იყოს, კარი მხოლოდ შეცვალა რაღაცით კალათბურთი. სიხალისე და რა ისინი შემოვიდა. მოიჭერი აღვნიშნოთ კიდე ის რომ აი MVP არ არის მარტო რაღაცნაირად შეტევის ამბავი, ხო? აი მან არის ორი კალათბურთელი და 2-2-ზე არის მან. ანუ ვემბანიამას და იქეთაც იყო. რომ ორივე მხარეს არიან ერთნაირად ეფექტურები. და ის უპირატესობა აქვს რომ პირველ მეორეზე. ჯერ ერთი ხო უკეთესი სატურნირო წყვილით არიან და თან ორივე მხარეს ერთნაირად ეფექტური აი შეიცა არანორმალურად მაგარი მცველია და ვემბანიამაზე კი. ბიჭო მე რო ვაკვირდები ახლა ჩვენ ერთმანეთის გავლენის ქვეშ ვექცევით თუ მართლა ასე გავართ აზროვნებით ალბათ რაღაცით ერთმანეთს მეც მაგ მოვდივარ რომ მაგ ოთხეული დავიწროვდეს ფინალში გადის ვემბანიამა და შაი. აი რა იცი რა არის უბრალოდ დონჩიჩი იმდენად გიჟური იმით არის. იმდენად სუდია ლეიკერს დონჩიჩის გარეშე რომ ხო და პროსტა მაგრამ იმდენად ზარმაცობს დასვაში დონჩიჩიც და იოკიჩიც რომ აი პროსტა რომ წამოვიდეს ის კრიტიკა რომ გითხრათ კაცმა რომ აი ბიჭო მაშინ კონფერენცია უნდა მოიგოს ლეიკერსმა რაღაცა უნდა ქნას. საინტერესო ფაქტი ის არის რომ შაის გარეშე იქ სანტონიო ვემბის გარეშე იგებს თამაშს და დონჩიჩი როცა არ იყო ლეიკერსი ვაშინგტონთან და იმიტომაც აბა რომ ის გუნდები უფრო სისტემურ გალავბურთს თამაშობენ და ესენი უფრო ინდივიდუალურ გალავბურთზე არიან. ხდები ისე გუნდია ეგეთი ჩამოკიდებულია. მე დონჩიჩი არ მიყვარს იცი, მაგრამ არა დონჩიჩი მიყვარს მევასება მაგრამ ფაქტი ის არის რომ დაცვაში ზარმაცობს. მაშინ ხმები რა. გადავიდეთ მაშინ კენჭის ხმაზე. ვის აძლევ ხმას? აქ მაინც შაი აფდება. მე ხმას ვადრო დონჩის, მაგრამ გახდება შაი გილჯოს ალექსანდერი და მეც გონია რომ შაი გახდება. შენ დონჩისა. ხმა დონჩის, ისე შაი გახდება. ჩემი ხმაც დონჩის, მაგრამ შაი გახდება რა. ეს მგონია. ჩემი ვინ გახდება არ ვიცი, ნამდვილად მართლა ისე მისდევენ ერთი ტურის წინ ეს იყო მეორე ტურის მერე ვემბი გადავიდა, ვინ გახდება MVP? ახლა მაგის გულთმისნობა მივანდოთ ეთერ კაკულიას და ჩემი ხმა ვემბანიამას. ჩემი ხმა იყოს ვემბანიამასთან 23 და 24 წუთში დებდე ასეთ ხარისხს, ასეთ ციფრებს, ასეთ ქიმიას გუნდში. აი ეგროდ გას სამწამიანში. აი იქ შესვლა არის იგიჟე რა. იმდენად მოუკლა мотиваცია ტიპებს. ტროლეიბუსის არ იყოს, დაბმული ასე მიდისო და მაგი რო უშვა რა სიზამს. კაროჩი ანუ მაგი რო 36 და 40 წუთი ათამაშო რა სიზამს. შეცვალა ტიპმა გალბურთი რა. ჩემი ხმა ვემბის, ახლა მაშინ ვინ მოიგო? ჯერჯერობით ვერავინმა. აქ გაიყო ორი დონჩიჩი. ხო, ნუ ორი დონჩიჩი ახლა და კომენტარით მიგახდება ლევანდელი რეგულარულის MVP აუცილებლად ჩაერთეთ კომენტარებში. მოდი ჩვენი მსმენელების, ასე ვთქვათ, აზრს და პოზიციებსაც და პროგნოზებსაც დიდი ინტერესით გავეცნობით კომენტარებში. რასაკვირველია, ჩვენი პირველი პოდკასტი დასასრულს მივახოვდა მეგობრებო, სალაპარაკო რამდენი დაგვრჩა ვინიცის ესაა ჟურნალი, კინო აწიიწება და კინოს დაელოდეთ 2 კვირის შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის, თქვენთან საკალათბურთო 48 წუთიან დღეს ალბათ ოვერტაიმები დაგვჭირდა და ცოტა გავედი პირველი გაცნობის თემები იყო და გავედით ჩვენი 48 წუთიდან თქვენთან ეთერში იყო საბა შუბლაძე გიორგი ადეიშვილი და თქვენი მონამორჩილი ზაზა ადეიშვილი. მომავალ შეხვედრაზე. და გაუწევთ ჩვენი არხის გამოწერა, გაზიარება, TikTok-ზეც დაგვაყურებთ. ლაიქება და კომენტარების დაწერა და რა ვიცი, მაგი ჭირდება ამ საქმეს. ვისაც გინდათ რომ აი განვითარდეს ჩვენი არხი და მეტი გადაცემა ნახოთ კალათბურთის გულშემატკივარს, აი მაგ მარტივი საქმით დაგვეხმარეთ თუ შეიძლება. წინასწარ მადლობა ამისთვის. მომავალ შეხვედრამდე.